გადაცემის ბოლოს რომან ბირთველიშვილი და სუხიშვილების ძველი თაობის მოსაკვავები ჩვენი სტუმრები იქნებიან და ამ თემაზე უფრო ცვლად ვისაუბრებთ. 1 დეკემბერს გამართულ კონცერტზე გულისხმობ. ახლა კი კიდევ ერთი ინფორმაციის შესახებ ლიტერატურული კონკურსი წეროს გამარჯვებულები გუშინ დააჯილდოვეს. ცერემონია მწერალთა სახლში გაიმართა. გამარჯვებული ავტორები ცალკე მკითხველის და ცალკე ჟიურის შეფასებების მიხედვით გამოვლინდა. წლევანდელი წერო 21 ოქტომბერს დაიწყო. 5-10 გვერდიანი ნაწარმოების გამოქვეყნება ლიტჯის ვებგვერდზე ნებისმიერ მსურველს 11 ნოემბრამდე შეეძლო. სულ 248 ნაწარმოები გამოქვეყნდა. პეტროსამის წომ გადაწყვეტა თავისი ფავორიტი მოთხრობაც გამოევლინა. შორტლისტი რომ ის 15 მოთხრობისგან შედგებოდა, ძალიან საინტერესო იყო, ყველა მოთხრობა გადაუჭარბებოდ იყო ძალიან ღირებული და ამიტომაც ჩვენ სამ მოთხრობას მივანიჭებთ რჩეული მოთხრობის სტატუსი. სპეციფიკური კონკურსია იმ თვალსაზრისით, რომ ჟიური აფასებს დაჯილდოებამდე 2 კვირით ადრე. და ჩვენი შეფასება უკვე გავაკეთეთ მაშინ, როდესაც 15 ავარჩიეთ. და როგორც ყოველთვის მეტნაკლებად საკამათოა ხოლმე. ბუნებრივია, ყველა ჟიურის წევრებსაც მათ შორის ყავთ თავისი ფავორიტები. ბოლო 2-3 წელია რაღაცა აი ამ სიბერეში დავიწყე პროზაიკოსობა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ამ მოთხრობები მაქვს 2 წიგნი, მესამე გამოვაკიდე ალბათ და ეს ძალიან დიდი წარმატება იყო ჩემთვის.